დღეიდან 31 მაისის ჩათვლით თბილისი ერთ-ერთ მასშტაბურ ლიტერატურულ ღონისძიებას თბილისის წიგნის 22-ვე საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი ტრადიციულად გააერთიანებს ქართველ და უცხოელ ავტორებს, გამომცემლებს, თარგმნელებს, პედაგოგებს, ბავშვებს, მოზარდებს, სტუდენტებს, მეწარმეებს და წიგნის მოყვარულებს მრავალფეროვან კულტურულ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 20-ზე მეტი გამომცემლობა და წიგნის გამავრცელებელი. ფესტივალი სხვადასხვა სივრცეში აერთიანებს თანამედროვე ქართულ და უცხოურ ლიტერატურას, შემოქმედებით გასართობ პროგრამებს. ფესტივალის განსაკუთრებული მიმართულებაა ფრანკოფონიის ხმა, რომელიც ფრანგულენოვანი ლიტერატურის მოყვარულებისთვის საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამას წარმოადგენს. ფესტივალს ეწვევიან ბელგიელი ავტორები, რომლებიც მკითხველს თანამედროვე ფრანკოფონიულ ლიტერატურას გააცნობენ. ვიწვევთ დიდ თუ პატარას, რადგან საშუალება იქნება ფესტივალზე ისინი შეხვდნენ ავტორებს, წერლებს, მოისმინონ საინტერესო წიგნებზე სიახლეები, რადგან დიდ სცენაზე იქნება წარმოდგენილი ძირითადად პროგრამული ნაწილი, სადაც წერლები, ავტორები, გამომცემლები წარმოადგენენ სიახლეებს, მათ შორის დიდი ფასდაკლებები შესახებ ისაუბრებენ. ყოველი ეს ფესტივალი ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, გამომცემლებისთვის და წიგნის გამავრცელებლებისთვის. რა თქმა უნდა, წელსაც მოამზადა სიახლეები ჩვენი ერთგული მკითხველებისთვის. ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ განვაახლეთ ერლ მახვლედიანის ძალიან პოპულარული რომანის კოღო ქალაქში ტირაჟი.